ხართ? მამა შენი ვარ, რძის მაღაზიიდან დავბრუნდი. ისი ამ გაიოს შავი თვალები რატო აქვს? ძალიან ავირიე რა. არ გაინძრე ბიჭო. იარაღი ჩვენს გვაქვს და მოდი არ გინდათ რა ეგეთები. იარაღი აქვს ბიჭს. ტყვიები ხო დაგიმთავდა რობოტებთან სროლაში. კი დამიმთავდა, მაგრამ ამათმა ეგ არ იცოდნენ შესწირო. დიდი ხანია გამოიღე ქვიშა ტრაკიდან. თუ რა გონორზე ხარ ძმა? რა? აჭოს ტრაკში ქვიშა აქვს შეყრილი? არანაირი ქვიშა არ მაქვს არცად შეყრილი. დაუძახე იმათ. ვის რა? ვის უნდა დაუძახო ძმაო, დაავჯდეთ, დავილაპარაკოთ. რა ხდება აზრი არ ვარ. კაი დავიღალე რა. იშლებო, აიყვანეთ. ან მომეკარო, გადი ისე. მე მგელი ვარ ძმაო, არ შემეხოთ. მგელი ახლა შენს ლომი არ იყო. შეიძლება მგელი ლომზე სუსტია, მაგრამ ცირკში მასხარად არასდროს გამოდის. და რატო ვერ ხდები ქურდი, რა გიშლის ხელს? სახელი მიშლის, მაგული მქვია. მაგული რატო დაგარქვეს? რო გავჩდი მამა ჩემი ხვარივით დათვრა. ექიმა კითხა სახელში რა ჩავწერო. ამ თვალმა კიდე მამას გულიო უნდა დაეცქვა და მაგული ითქვა შემთხვევით. ამ სახელით კიდე ავტორიტეტობაო ჭირს ხო იცი? ისე ვოლკი ვარ ჩვეულებრივი. ძალიან პახმელიაზე ვარ შენი ბექსტორისთვის. ბიჭო, რა საჭიროა ასე მოქცევა? ნახე ირგვლივ რა კაი სიტუაცია, იდეალური ამინდია, რო ადამიანი მშვიდად დივანზე მოკალათდე და ხორს უყურო. რა აქვს დანახი ეგ ფილმი? გაიოს, გეხვეწები ძმაკაცურად გთხოვ რა, აგვიხსენი რა ხდება? კარგათაც ვიცი რა ხდება. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. მე ვიყო შამპანურის პროფკა თუ ვიცოდე. პრინციპში თავიდან რო აქ მოვედით, არც ჩვენ არ ვიცოდით. ხო და არც ჩვენ არ ვიცით. დაუჯერე გაიოს, მართლა ვერაფერს ვერ ხვდებით. მოკლედ როგორც ჩვენც აგვიხსნეს ამ სამყაროში რესტარტის ღილაკი გამოიყენეთ. მე რა ძმაო, მე რა შუაში ვარ, პაჭომ გამოიყენა რესტარტის ღილაკის გამოყენებაზე თუ იყო საქმე, ვერ მითხარით? ეგრე თუა, მაშინ გამხსენით და ერთად მოუწათ პაჭოს აქციელი, რაზია ბაზარი? პოლიკ მიჯვი. მერე რესტარტის ღილაკი რეალურად არაფერს არ აგვარებს. თქვენ ზუსტად რა თხოვეთ მაგ ღილაკს? რავი, დაიცა კატაკლიზმას თავის ნივთები დაუბრუნეთ ხო? ბუკუნდუსი მოგვაშორე და პოლიკა მოტეხე გმირების სიიდან თქო. ხომ, რესტარტის ღილაკმა ეგ პრობლემები კი არ მოგიგვარად. უბრალოდ პარალელური სამყარო შექმნა, სადაც ბუკუნდუსმა კატაკლიზმასთან ომი წააგო და იქ გადაგისროლათ. ჩვენ ოთხნი კიდე პირიქით ამ თქვენს დამწვარ და აოხრებულ სამყაროში გადმოგვიყვანა. ანუ ფაქტიურად პარალელურ სამყაროში გადაგსვათ და ჩვენი თავები ჩაგანაცვლებინათ რა. რას ამბობ? გამოდის რომ ბუკუნდუსი არასდროს დაგვიმარცხებია? არა, და თქვენს გამო ამდენი ხანია ამ გადამწვარ ადგილას ვართ ჩვენც ამოკეტილები. ანუ სინამდვილეში არავინ არ გადაგვირჩენია. რა დროს ეგ არის? და ოქრო კატაკლიზმამ რომ მოგცა? ეგ ოქრო ჩემია. შედიშლა ბავშვო, ვის ეძახი დიშლა, შემართლა დიშლა. მოიცათ ბიჭო, მომისმინე, ბაჭო, ჩვენ ხომ მაინც ვიცნობთ არა საკუთარ თავს. ასეთ რამეს ხომ იცი რომ არასდროს ვიზამდით. არ ვიცოდი რომ რესტარტის ღილაკი ასე მუშაობდა. დედა, გული ამიჩუყდა. ამ ჩემ შიბლას კიდე თუ არ იცოდით? თქვენი სამყარო განადგურებულია. ბოდიშით რა შეთანხმება დავდეთ. სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ რა შუაში ვართ. თან თქვენი სხვა სამყაროში ყოფნა უამრავ ანომალიას გამოიწვევს. როგორც იქნა, ბატონი ძალიან კმაყოფილი იქნება. დიდ თავიან ბავშვს რომ მივართმევს სადილად. იტავიანი? ვინ? გაიოზი? რა პონტია ძმაო? შენ მე რამდენად უნდა გითხრა რომ ეგეთ ხუმრობებს მოეშვით ხო? იქნება ადამიანს კომპლექსი აქვს და დარდობს. ეგრე ხუმრობა შეიძლება? გაიოს არ დაიგროზო ძმა, ხო იცი მე სულ შემხარეს ვარ. ბუშტო, რო არ გჯეროდა. ხო გითხარით ჩვენ არა ვართ ის ხალხი, ვინც თქვენ გჭირდებათ ხო? დაგვიშვი ახლა სახში. ყველაფერი კარგად იქნება. მე მგონი მართლა სიმართლეს ამბობდით, მაგრამ ჯერ ჩემმა ბატონმაც უნდა დაადასტუროს. ცოტა ხანი დამელოდეთ, კარგი? შარტის პუშტივით ნუ იქცევი რა. ცოტა ხანი უნდა დამელოდოთ მეთქი. ჯერ თქვენი სხვა ვერსიები ჯოჯოხეთში მყავს დასაყვანი. რა ხდება ჩემი დედე? მეგობრებო, დაუღალავი შრომის შედეგად გეგმა შედგენილია. რობოტებთან ომს დღეს დავასრულებთ. ესე იგი ბატონო მყელო თქვენ? შუტელი მქვია ძმა. მე
ლიგავიგემ. ის გესმის რაც გაკლია ალბათ. 1-2-3 არაფერი არ მაკლია მე ამას წიად ფულვაში ვიდექი და ნაშავակ და ჭულდებრივად. შენ ქვია უცნაური სახელი ჯიმა მე რა ჟვაში ვარ. მაილრუ, უცნაურ სახელზე შენ მელაპარაკები? ბატონებო, რაშია საქმე? ძალიან გთხოვ ცოტა სიმშვიდე შეინარჩუნეთ რა. აგერ ამ ხილა პოეტი ადამიანი დგას ჩვენ გვერდით და ძალიან გთხოვთ ნუ ამინერვირებთ ამ კაცს. ნუ იდარდებ ძმაკაცო, ნერვიულობა არ ვიცი. ნაშის კერვაში გავცივდი. ყვერები დაპატარავდა, სიციო მეგრე. ია, ჩუმად იყავი. თქვენ თვითონ იყავით ჩუმად, რა არის ასეთი კაცი მჭერმეტყველობს, რა არის რა, პოეზია აღარ ფასობს? შენ ჩემი ძმა პოეტი ხوار ნავინმე, რაც აკავართ გიასტრაკიდან არ გამოგიღია თავი დაგვასვენა რა. მოკლედ, გეგმის შედგენაში ბატონი ელარჯის სანამცხელია დამეხმარა. ვინც არიცით, ის 3 დღის წინ ჩაანაცვლეს რობოტებმა. ის ჯერ კიდევ რობოტების გამოჩენამდე სწავლობდა ტექნოლოგიას და მათ სისუსტეებს. მოკლედ, თავიდან მეგონა, რობოტებს სპეციფიური გიტარის ჟღერადობით დავამარცხებდით. მაგრამ ამ პროჭებმა საკუთარი თავი დააპდეითეს და ეს მეთოდი აღარ გამოგვადგება. რა ვქნათ ძმა? გავაძრო ნაჯახი. რა გაყვირებს? მოკლედ პასუხი მარტივია. თუმცა უცნაური. გაზი? ხო, მეთანი, წყალბადის სულფიდი და ამიაკი. რობოტების აღმოჩენიდან მალევე დავიწყე მათზე ექსპერიმენტების ტარება და აღმოჩნდა, რომ ამ ქიმიური ელემენტების ნაერთით მიღებული გაზი რობოტებს ანეიტრალებს. მერე ერთი წყალბადის სულფიდი და ამიაკი სატრაკიდან მოვიტანო. აგერ მე შემთხვევით არ ჩაუნაცვლები ვარ რობოტებს. აქ ზუსტად ამისთვის მოვედი. ამ გაზის ბომბს თავარ რობოტთან ავაფეთქებთ და ირგვლივ ყველა სხვა რობოტის განადგურდება. ვა, საყოლ, მაგარი გეგმა, ბოს დავეცი. ასე რომ ბატონებო, მზად ყოფნაში იყავით. როგორც კი ნუგოტრონი გამოჩნდება, გეგმას სისრულეში მოვიყვანთ. ამათ გონიათ ბიჭო ახლა ცხელ ლავაში ჩამაგდებენ და დამსჯიან ვითომ. 1-2-3 მეგრულ წიწაკაზე ვარ გაზრდილი ბიჭო, ლავა დამწვავს მე. მე შენზე ოცნება, ქარს გავატანე, ბუშს ვაუტყდედის ტრაკის მიდამო, შეზე ფიქში ბევრი ღამე გავათენე, ჯოჯოხეთში თოკი დაბულს მიმათრევენ. დედა, რომ ყავდეს, ძალიან მეწყინებოდა. კი, მაგრამ აქ შენმა ბატონმა პირდაპირ თავისთან ვერ გაგვაჩინა, რამდენი უნდა ვიაროთ? ვა, ძალიან მოვიწყინე ბიჭო რა. სანამ მივალთ, კურდღელი ხტის ვითამაშოთ არ გინდა? გავერთობით ცოტა. ეგ რა არის? მოკლედ კურდღელზეა რა. უნდა თქვა კურდღელი სად იძინებს. იქამდე სანამ ვინმე სიტყვების მარაგი არ გამოელევა და ვეღარ იტყვის ვერაფერს. მაგალითად? მიდი დაიწყე რა თუნდა მაგალითი, კურდღელი ხტის და სად იძინებს თქვი? კაი. კურდღელი ხტის და სოროში იძინებს. ჩემი ჯერია, კურდღელი ხტის და ლოგინში იძინებს. ჩემი ჯერია, კურდღელი ხტის და პაჭოს ტრაქში იძინებს. აჰა, ეგრეც ვიცოდი, ეჭვიც არ მეყარებოდა რა. თამაშია ძმაო. თამაშია ხო? კაი ხო თამაშია ბაზარი არა. კურდღელი ხტის და პოლიკას პროჩი იძინებს. კურდღელი ხტის. მოიცა ძმა, უკვე ნათქვამი სიტყვების გამეორება არ შეიძლება. მერე როდის გავიმეორე? ამიხსენი ერთი აბა, პროჩს და ტრაქს შორის რა განსხვავებაა აბა? ბიჭო, ერთი და იგივე სიტყვა არ შეიძლებაო და სხვადასხვა სიტყვებია ეგორი. აჰა, ძმაო, ეგ არის მეგრელებთან თამაში. ჩართო აფერისტობა და ჩეთერობა დაიწყო ეგრევე. კაი. კურდღელი ხტის და პოლიკას კეთილებში იძინებს. ნუ კვეთავთ წითელ ხაზებს ძმა. კურდღელი ხტის და პაჭოს დიშლას უტყავს თავში. მერე მიდის და მანქანაში იძინებს. კაიო შენი ჯერია. თავს ნუმარიდებ, შენ არ წყვეთ შემდეგი ვინაა. თამაში მე დავიწყე ძმა, კურდღელიც ჩემია. არა, კურდღელი შენი და ჩუმად იყავი. იცი რა, პრინციპში, არა ყვები რა. შენზე უკეთესი ვარ. კურდღელი ხტის და არ ვიცი რავი, მინდორზე იძინებს. მინდორზე? ვაუ, კრეატივის გენიოსი ხარ პირდაპირ. კიდევ გაქვს რამე ეგეთი იდეები ბატონო მინდურის გლეხო? უამრავი. კურდღელი ხტის და პაჭოს არარსებულ სამომავლო გეგმებში იძინებს. კურდღელი ხტის და პოლიკას გოდორივით თავში იძინებს. და რა, მიმასვი შენი ჭკუით? თავი მაინკრაფტის კუბ შენ გიგავს და რავი. კურდღელი ხტის
და პაჭოს აფსავს ყურში და სკამზე იძინებს. კურდღელი ხტის, პოლიკას აფსავს თვალებზე და დივანზე იძინებს. ხო და დაიბრიდა კურდღელი. კურდღელს ვერ დაბრიდავ, წესებში ეგრე არა. მან ნახე ძმა წესები. ნუ სულელო ბიჭო, ძმა წესები განახე. თამაში ეგრეა. შენ თვითონ დაიწყე თან. ჩემი ჯერი არ მოვიდა? არა. სიჩუმე, რამ გადაგრიათ? ამდენი ხანია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ და ასე ჯერ არაფერ შეუწუხები ვარ. ჯოჯოხეთში ვცხოვრობ თქო. და ხო კიდევ. მოვედით. ბოსთან შესახვედრად მოემზადეთ. ვინ არიან ეს გიჟები? როგორც იქნა, ჩემს ცხელას ბოლომდე დავიბრუნებ. მე პუკუნდუსია. კარგად გაიგეთ? არ გაბედოთ და ლაპარაკი არ შეაწყვეტინოთ. პუშტო, იცოდე გაგხედქავ. თუ მათიყავი, მე პუკუნდუსი ხარ ხო? ნუ გადაგვაჭამე თავი. კლიზმა, შენც აქ ახარ? აბა სად ვიქნები? მეც აქ ვარ და მთელი თარსულაც. სიჩუმე, ამ მომენტს ჩუმად იყავით ყველა. ბატონი ლაპარაკობს. ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდი. რა მომენტს? ჩემი წყევლა რომ დამიბრუნდეს, ყველა თარსულას მაცხოვრებელი უნდა მოკვდეს, მაგრამ თქვენ როგორღაც გამეკეცით. პარალელურ სამყაროში ყოფილან ბატონო. ამიტომ ვერ პოულობდით თურმე. კაცო და ჩვენი მეორე თავები ხო აქ იყვნენ, იმათ ვერ გამოიყენებთ, ჩვენ რო არ დავხოცო? ისინი არ გამოდგებიან. ბატონმა წყევლა ამ სამყაროს მაცხოვრებლებისგან უნდა დაიბრუნოს და არა სხვისგან. სერიოზულად გეუბნები ბუშტო, კიდევ ერთხელ გამაწყვეტინებ და ბოდიში, მეც აღარ გაგაწყვეტინებთ. ვუი, ბატონო, სახეზე მგონი ნეხვი გაქვთ. ვუი არა, შემეშალა. სიკვდილის წინ რამის თქმა ხომ არ გინდათ. შედიშლა დემონო. მოიცა პუკუნდუსო. ერთ-ერთი ჩვენგანი რობოტია, გაიოზი. ნამდვილი გაიოზი, ვინ ჩვენ გჭირდება, ისევ სხვა სამყაროშია. რა? უი, ხო, რობოტოზმა ნამდვილი გაიოზი ჩაანაცვლა. შენ წყევლას ეს არ ატარებს. მაგრამ რა მიხარია მამეთ გახსნის ახლა ეს დიშლა პორტალს და გადმოიყვანს იმ ბრიკ გაიოს აქ. ვერ გადმოიყვანს. ჩემი ნივთები კი მიიტაცა, მაგრამ თავისი წყევლის გარეშე ჩემს ძალებს სულად ვერ იყენებს. ასე არაა პუკუნდუს. არი ნერვიულოთ ბატონო, მიაქრისთვის ვარ. წავალ და ვინმე ისეთ არსებას ვიპოვი, ვისაც პარალელურ სამყაროში შეუძლია პორტალის გახსნა. გაიოს აქ გადმოვიყვანთ და წყევლასაც სრულად დაიბრუნებთ. კარგი, ძებნა დაიწყე ბუშტო. და ამათ რა ვუყო? რა უნდა უყო? ჯოჯოხეთში არიან ისედაც, საწავლენ. თავიდან მომაშორე და პორტალის გამხსნელს რომ იპოვი, ისევ აქ მომითრიე. მე პუკუნდუსი ხარ ხო? ნუ წაიღე ტვინი. გაიყვანი აქედან. აქ დამელოდეთ. დიდი დრო არ დამჭირდება. ძმურად არ იჩქარო რა, ის ანდაზა მაინც არის, ის ჯობს შორი გზა მოიარე, შენ მშვიდობით მიდიო. მე უკეთესი ანდაზა ვიცი. სჯობს ბუშჭკუ არ ასწავლო, თორე გათრევს სახითო. არც კი გაირითმა. არ სჭირდება და იმიტომ. რა ვქნათ ბიჭო? რა უნდა ვქნათ, ძმა, დაანძრეული გვაქვს რა უნდა, ვერაფერსაც ვერ. დაიცა. რაღაც ხმარ, ისმით? ძალიან მეცნობა. წამოდით. მაინკრაფტს უბერავ? ეს ეშმაკია? მაგას ეძახი სასახლე შენ ნუბო, უფრო ნეხვს გავს, პა. ბატონო, ისა, რა ხდება კი, მაგრამ საქმე დაილია ჯოჯოხეთში? ჩვეულებაში ვარ, პა. ჯოჯოხეთს პუკუნდუსი მიხედავს. ხო, მაგრამ პუკუნდუსმა ყველაფერი ყირაზე დააყენა. აუ, ისევ ის პროჭია ჩემ ბაზაზე. ვინ პროჭი? ვიღაცა ერთი თვია ჩემ ბაზაზე დაძვრება და ყუთიდან ოქროებს პარავს. მაგრამ ყუთის ქვეშ TNT დავდე და ავწევ ჰაერში. ფუშენი პა. შენ თვითონ აპეთქდი, აზი არა ხარ ძმაო. რა დროს ეგაა, ბიჭო? ბატონო ეშმაკო, თქვენ საქმიანობას უნდა დაუბრუნდეთ და პუკუნდუსი ტახტიდან ჩამოაგდოთ. მაცადე რა,
მე ყო ამდენი 1000 წელი რაც ვიმოსგავე. ამო მივიდა ყელში. ჩემთვის ყოფნა და თამაში მინდა. ფა. აშკარად ახალი ხარ ამ თამაში, გინდა აი რაღაც გასწავლო? მიდი ფინგლინგს ხიე ძმა. პინგლინგს? რა ხდება? ფა. აურა დებილია ჩემი. ოლიკარპე, ლავაში ხوار გინდა ამოგხარშო? ფა. კაი, ძმა, დამშვიდი რა იყო. ვიხუმრე უბრალოდ. დამოვასწორებახლავე. მიდი აი Alt F4-ს დააჭირე და დაიმონდებს მოგცემს ბევრს. მართლა? Alt F4? პა, გაიწრიეთ აქედა. პა. კარგით რა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყურება არ გინდათ მაგ კომპიუტერში? ფუკუნდუსი თუ არ მოვიშორეთ, ვერანაირად ვეღარ უყურებთ, იმიტომ რომ დედამიწა აღარ მოწყდით მეთქი თავიდან. ისე პოლიკ. შენი თავი რაღაცნაირად Minecraft-ის კუბს რო გავს იცოდი? პა. კაი, წავედით. იშლაიშ მაგიეს. მისა ისე გამომერთო თამაში. ესე იგი რას უნდა დავაწვე? პა. ეგ მაუსზე? ხო, მაგრამ მაუს ორი კნოპკა აქვს მაუს და მოკლედ და ყველაფერმა ისე ჩაიარაი, რა ვარ საჭირო იყოი. გილოცავთ გამარჯვებასა. სა, ჩემი ნენეჟე, გილოცავ ძმა. მუგოტრონი, გიასადა. კაი რა მნიშვნელობა აქვს? ელარჯი, მიდი. რობოტების პარპაში. აქ მთავრდება. ეს რა არის ჩემდიდეჟე? ნერთი ორი და სამი ფუ! ესე იგი, მოიგეთ ბრძოლაი, ჯიგრებო. მაგარი ქათმები გიყავ თქვენა გემრიელია, ამას წინათ შევწვით მაგაცემ. წარმოდგენა არა მაქვს რაზე ლაპარაკობ. ჩვენა ბიოლოგიურ სხეულებს არ ავცემთ პატივს. დედალი, ბარკლებიანი. დავიღუპეთ? ტრაქში ვართ. ტრაქში? იმედი ჯერ კიდევ არის. აქამდე ამას როგორ ვერ მივხვდი? რას? ამოღერღე. მეთანი, წყალბადის სულფიდი და ამიაკი. ეს ინგრედიენტები ადამიანის კვირშიც მოიპოვება. შანსი არა. გია, ჩაიჯვი. ჩავიჯვა? ნიასნია ძმა, ხვდები რასაც გულისხმობ შენ და გავჩუნდები. გია, ჩაიჯვი ბიჭო. ჩემი დედას ბითავარ ჩუმა თავარ ძმა. ხმარა მომიღია ამდენი ხანია. მეტი რა ვქნაბოს დავეცი. ჩაიჯვი ბიჭო. ჩაიჯვი გთხო. აი მაგის გამო ბრატ, კი არ ჩავიჯვავ. აი მენა ამოვიღებ და მოვფსავ ძმა. ნერთი ორი და სამი ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. ნიუტონ, ხომ ხვდები რაც უნდა ვქნათ? კი ძმა, როგორ ვერ ხვდები? წავედით. გაჩერდით ბიჭო. დაშევეი ბიჭო. არ შეიყვამ თავისი გამონათქვამები. შიქვარა გააქვთ თქვენა. კაცო, გაზის ექსპერიმენტი ხო ჩავატარე რობოტებზე? თუ არ იყო ეგ რობოტი? ვაიმე უეჭველი ადამიანზე ვატარებდი. მოვედი ბატონო და პორტალის გამხსნელიც მოვიყვანე. გაიცანით, ეს ვიბრატოტორ კამურია,
როგორც მითხრეს თავისი საქმის ექსპერტი. ვიბრატორ კამურო შენს წინაშია ფუკუნდუსი, ჯოჯოხეთის დამპყრობელი, დედამიწის დამაქცევარი. ის იმდენად დიდებულია, რომ ტუალეტსაც კი არ რეცხავს. არ სჭირდება და იმიტომ. რა სისულელეა? არა, თქვენს მერე შევედი ერთხელ და მაგის მერე მეის ბუშტი აღარა ვარ. არა, რაღაცა გეშლება. ამ ხელა ფუკუნდუსი კაცი ხარ ახლა არ გინდა. შეიძლება ტელენეხვია. ტელენეხვი ეგრა. ნუ кайხო. სიჩუმე, შენ ვიბრატორ კამურო პარალელურ სამყაროში პორტალის გახსნა შეგიძლია? დიახ, რა თქმა უნდა, პირდაპირ საქმეზე გადავალ. სერიოზული ხალხი ჩანხარ. ზუსტად რა გაგისწორდებათ? მაქვს პლაზმოლი, ასტრილი, 5 გრამიანი, ვოიდინი, გრავექსი, თეთრი კომეტა ეგობუსტით, რევატორი სუბსიდინი, ყველაზე მოთხოვნადი, პულსიქ 9, სინთეტიკური პირდაპირ ანთებოს ყიდიც, მაგრად წაგიღებთ, შვილი ვიყო, მაგრად წაგიღებთ. რას ბოდავ, ბუშტო, რა ხდება? რა ვიცი ბატონო, ვიკითხე სხვა სამყაროში რო გადამიყვანოს, ვინმე ეგეთი მჭირდება თქო. მაგ შემთხვევაში ასტრილს გირჩევთ, ოღონდ 10 გრამი ჯობია აიღოთ. სხვა სამყაროში კი არა, მთელ რეალობას ტრაქში გაგიკეთებთ. ცუდად არ გამიგოთ ბატონებო, იმენა ეგეთია, შვილი ვიყო, მაგარი რაღაცა. შეიმბეცილო, ერთი დავალებისთვის ვერ გაგირწმევია თავი. პორტალის გამხსნელი მინდა თქო და ბარი გამომიყვანე. ფუკუნდუს, ძალიან ხმაურია, ფა. რა? ძალიან ხმაურობ თქო, ფა. სტრიმზე ვარ და ყოველ 5 წუთში მე ფუკუნდუსი ვარ, რა შეიყე, ფა. შენ რამე ხომ არ გეშლება ბიჭო? დაგავიწყდა ახალი უფროსი ვინ არის? რჩევას მოგცემ. ხანდახან გადიხოლმე ამ სასახლიდან, დედამიწაზე წადი, ვინმე შეცდენა სცადე ან რამე. დედამიწა გავანადგურე, გადავწვი და მეორედ თუ ეგრე დამელაპარაკები. რა? დედამიწა გაანადგურე? მეტაფორულად? არა, ნამდვილად. ქვაზე არ დამიტოვებია. არა, შეიდიოტო! ბუშტო, ამისთვის მიგაბარე ფუკუნდუს. რავი ბატონო, რასაც გეტყვის ყველაფერი შეასრულეოდა. დედამიწაზე წასვლა, ადამიანებისთვის ჭკუის არევა, მათი ცოდვაში ჩაგდება მოსულა. ადამიანის იქამდე მიყვანა, რომ პლანეტა თვითონ გაანადგუროს მოსულა, მაგრამ დემონებს პირდაპირ ჩვენი ხელით დედამიწის მოსპობა გვეკრძალება. ბუშტო, ეს ხომ იცოდია რა? ზემოთ გინდა ხალხთან საქმის დაჭერა? ის რომ 64-ში გაიგონ. სულ დამავიწყდა ბატონო, ბოდიში რა. ეშმაკს რატომ ებოდიშები ბუშტო? იმიტომ, რომ ჩემი მსახურია. შენ რა გონია? უცებ გაიჭითე, ტახტიდან ჩამომაგდე და ჯოჯოხეთის მმართველი გახდი? კი, ზუსტად. ყველაფერი ჩემი გეგმის ნაწილი იყო. შვებულებაში მინდოდა გასვლა. ფა. ბუშტს მივაბარე შენი თავი. შენს გაფიქრებინე რომ ტახტიდან გადამაგდე, რომ ცოტა ხნით დამესვენა. მაგრამ ადექი და ეგრევე დედამიწა გადაწვი. დედამოყან თქვენი, ერთი საქმე ვერ ჩამიბარებია. ფა. საკმარისია. ახლა დაგკუჭავ. იმბეცილო. ჩემი ჩრდილის გარდა ვერასდროს ვერაფერი იქნები. მე ფუკუნდუსი ვარ. ფუკუნდუს სახე გააძრო ბიჭო. რა დროს ეგ არის? ეხლა რა ვქნათ? ზემოთ რო დედამიწის ამბავი გაიგონ და არხეული გვაქვს. ფა. რომ მოვხიოთ სადმე? დავაი, სადმე პლიაჟიან ადგილას პლასტიკური ოპერაცია გავიკეთოთ, რომ ვერ გვიცნონ. მე უკეთესი იდეა მაქვს. ბავშვებმა რესტარტის ღილაკი გამოიყენეს. ეს ღილაკი არსებულ სამყაროს ზუსტ ანალოგს ქმნის, პატარა ცვლილებებით. ჩემი ნივთები დამიბრუნეთ და ამ სამყაროებს გავაერთიანებ. ისე თითქოს არც არასდროს გაყოფილა. დედამიწაც აღდგება, ხალხიც და არც თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი ზემოდან. კარგი? როგორც იქნა, რა კარგია დაბრუნება. კარგი, მოდი სამყარო გადავარჩინოთ. კარგი, მაგრამ სანამ დაიწყებ, თუ ამდენი რამე შეგიძლია, ერთ რამეს კითხავ რა. რაღაც ძალიან შენელდა ჩემი კომპიუტერი ამ ბოლო დროს და გადარესტარტება სცადე? გადარესტარტება უშველის ვითო? ნუ რა ვიცი, დადღირს, გამოთვა ჩართვა. უკაცრავად, ბატონებო, ეს პრობლემა მოაგვარეთ. მერე დედამიწაზე მოდით და მე მოგახოდინებთ მაგარ სეთავს. ოღონდ კლიზმა სანამ სამყაროების გაერთიანებას დაიწყებ. მეორე სამყაროში დიშლა რობოტები არიან, რომლებმაც მთელი პლანეტა ჩაანაცვლეს. შეგიძლია ეგენი სრულ სიცარიელეში დატოვო? კი, რატომაც არა. ოდამეს.
separatumi terum comigatnatot unet max aleox surami corpus et animarus scoelas cantenuntum da viande. ერთი ორი და სამი ბიჭო გამართლა არ მჯერა ჩემმა კუილმა სამყარო გადაარჩინა მაგრამ ბიჭო ორი მოგონება რატომ აქვს ერთი რობოტებთან ბრძოლები და პლანეტებზე სიარული და მეორე ჯოჯოხეთში ვიყავით ჩვენ დავიბენი ცოტა ეს რა იყო ბიჭო? ბეწვზე გადავრჩით. ჭანდაბა და დოზანა იყო. ბიჭებო, რა მოხდა? ნუ ყველაფერს აგიხსნით. გაიოს, როგორ ახარ ეს რაშვები? რავი არა მიშავს, შენ როგორ ახარ? ერთს რო შეშურდება ეგრე. იცით რა, ცოტა ყელში ამოვიდა ასეთი ახლართული ამბები რა. რა სიტყვით რომ ძველებურ დროს დაუბრუნდეთ. კი ძმაო, მე თანახმა ვარ. ეს კატაკლიზმები და ფუკუნდუსები და შავი ქათმების დრო მენატრება. აი, მაშინ შევთანხმდეთ რა. რაღაცას თუ უცნაური სუნი აუა, მოდი უბრალოდ დავიკიდოთ ხოლმე რა. ძველებური სიმშვიდე დავიბრუნოთ. მოსულა? მოსულა. ის დაინახეთ, ვიღაცა კაცი რო გაქრა და გაჩნდა? წამოდით. არა, პოლი, ამ წამს რაზე ვლაპარაკობდით, ბიჭო? არ ვიცი ეს ვინ გაგვიკეთაი. არ ვიცი ვისი ხელი ურევიაი. მარა ვიპოვი. ქვაზე არ დავტოვებ. თქვენ მოგინათ დედის ტრაქსა. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს ავყრი და მოვდებ სკოლას. თელი თარცულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებე. თარცულელები მასულელებენ. სუთასულები, თავსგასულები. შავ ჩვენზეა დათარცულები. გაიგაიოს დამშვიდი. დათარცულები. მეგრელების ბრალია. დათარცულები.